ჩვენთვის გაუგებარი არის და ჩვენ ვეცადეთ რომ გაგვერკვია რას ნიშნავს ეგრეთ წოდებული შეიხების ზონა და რა პრივილეგიებით სარგებლობს თვითონ შეიხი ამ შემთხვევაში, თუმცა ვერ დავადგინეთ. მოსახლეობასთან და რომელი ქვეყნიდან თან მოსახლეობას როდესაც ვესაუბრეთ, მათ ესეთი რაღაცა თქვეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოდიანო ჩვენთან და ვეუბნებიან, რომ ცოტა ხანი დაელოდეთ, როდესაც შეიხები დაიწყებენ მშენებლობას, თქვენ დასახდებით, ანუ ეს გამოდის, რომ შეიხი დაასაქმებს ამ ადგილობრივ მოსახლეს მისივე ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთზე. აი ესეთი სამწუხაროა. კიდევ დავამატებ იმას, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ ვიმყოფებოდით მესტიაში, ანუ ეს კვლევა როგორც ხალხთან მარკეტი მოგახსენოთ გრძელდება და დაახლოებით 2 თვეში სავარაუდოდ მომწადდება ახალი ანგარიში მესტის პრობლემებთან დაკავშირებით. ძირითადად მესტიაში ორი სიტყვით შემოვიფარგლებ, რომ არის პრობლემა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და მოქალაქეებს არ ურეგისტრირებენ მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში სხვადასხვა მიზეზებით და პარალელურად ხდება ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ამ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირება. ანუ მოქალაქე მიმართავს ყველა თავისი საბუთით და ეუბნება, რომ აი ეს ჩემია და მოდი დამირეგისტრირე, რასაც უარს ეუბნებიან და როდესაც ეკონომიკის სამინისტრო მიმართავს მეორე ან მესამე დღესვე მას ურეგისტრირებენ ამ მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში. ეს არის ესეთი მოკლები მოხდება მისთვის პრობლემთან დაკავშირებით და ცლად ვისაუბრეთ. მადლობთ ფაქტიურად ქალბატონმა ეკამ უკვე შემდეგი სერიისთვის შეგამზადეთ და რა თქმა უნდა ერთ-ორ თვეში კვლავ მოგიწევთ და მართლაც შეატყობდით ალბათ მე თვითონ არ მიმოგზაურია უნდა ვაღიარო მაგრამ ჩვენი კოლეგები როდესაც მოგზაურობდნენ ერთი მხრივ ყველგან ნახეს ამ საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები მეორე მხრივ ძალიან სპეციფიურია თქვათ ერთი შეხედვით რომ თქვათ აჭარაში ძალიან ადვილად ხდებოდა რეგისტრირება და ადვილად ვერ ხდება ჩამორთმევა ხოლო სვანეთში პირიქით საერთოდ ძალიან გაჭირდა რეგისტრაცია არადა ეს ყველას კარგად გესმის რომ ეს ის მიწებია რომელზეც სვანებს ათაპავიდან თავისად მიაჩნდათ ფაქტიურად იგი თაობებში ახსოვთ მესაკუთრეობა ამ ადგილებზე და ამ მიწებზე. აი ეს მოკლედ ამ პროექტის და მისი მიგნებების თაობაზე ეხლა კითხავთ ვის აქვს კითხვა, ვის აქვს შენიშვნა, კომენტარი.